მოგესალმებით მეგობრებო. სიონიდან მე და ბაჩო ამოვედით ხა სიონში. როგორც შეგკვირდით, დღეს გავტესტავთ ჩემ დასაკვებს, კონკრეტულად ჩამაიაზე რაც შევქმნი და გავაკეთე და მოვამზადე და ბაჩო კიდე ემექნება ჩვეულებრივი ქართული დასაკვები, რამდენიმე ვარიანტი ერთმანეთს შერეული პანოში. რამდენიმე ჩვენები დასაკვებების არის და სიტუაციიდან გამომდინარე უკვე გავაკეთე ამ დასაკვების განაცხადა ჯერჯერობით მაქვს 3 კომპონენტი შერეული და ნახოთ მე რა იქნება. პირადული არაფერი მეგობრებო, უბრალოდ მეგობრულად შევეჭრით ერთმანეთს მე და ბაჩო და უბრალოდ დღეს რომელი დასაკვები აჯობებს, ამას წამოგიდგენთ რა. ახლა თუ აჯობავთ სიტყვაზე ჩემა, იმას არ ნიშნავს რომ ეს არ მუშაობს, ან პირიქით ის არ მუშაობს. არა, უბრალოდ მეგობრულად გავტესტავთ ახლა დასაკვებებს. შედარებით გვეცოდინება რაღაც ინფორმაცია დასაკვებებთან მიმართებაში, რომ რა როგორ უნდა შევურიოთ, ამ მეთოდით იმუშავებს. მერე სხვა ვიდეოზე გადავიდეთ სხვა მეთოდით და შევადარებ რომელი უფრო მუშაობს და როგორ შეზავებული უფრო მუშაობს. კი ბატონო, დღეს წამოგიდგეთ შამაიას, როგორც გითხარით, სხვადასხვა ვიდეოებში კარჩხანა, ნაფოტა, ობრი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მომზადებული დასაკვები მაქვს. მოგეთ ახლა ჩვენ აღარ მოგასცემთ მეგობრებო, აღარ მოგავდეთ თავს. ეხლა ჩვენს დრო არ და დრო არ და წავიდეთ. აი ესეთი შეფუთვა მაქვს. მე უკვე გადარეული მაქვს დასაკვები, გამზადებული მაქვს უკვე მოსამზადებლად. და უკვე ჩემ ის არის, აი რო ესიამოს ჩემ გულს და რაღაცა, უკვე შეფუთვასაც გავაკეთე რა შეფუთვაში, რა. არანაირი და თეოზავის მეთოდებს დავაწერე. მუშაობს მართლა, მუშაარი და თქვენ არ გავაკეთებ და გადავიღებ რა. ეხლაც ნახოთ აბა რა იქნება და აბა წავით მეგობრებო და დროებით. აბა რა ჯოხით ითევზავებ ბაჩო. ბაგმანის ესკანარი 3 და 60 60 აჰა. კი ბატონო. გარდავაზიანოთ. ეხლა მე ავაწყებ ხა შერმან პროს მეგობრებო 360-იან 70 გრამამდე. ხო. მე და ბაჩო კრასელები ვართ, ვინც არის ის. ხო და ვისაც გონია რომ 45 წლის ვარ მეგობრებო, არა ვარ 45 წლის, ვარ 32 წლის რო იცოდეთ რა. ვინც ხდება ცოტა უფროსი მეგონი და რომ მეკითხები რა წლოვანებისა 45-იო და არა ვარ მეგობრებო 45, ვარ 32 წლის. 10 მარტს მაქვს დაბადების დღე და ვარ 93-იანი. ვარ 93-იანი. აი ჩემი დასაკვები რა შვება წყალში მეგობრებო. აი რა შვება. კონკრეტულად შამაიაზე შექმნილი დასაკვები, აი რა შვება წყალში. ნახეთ, დატოვა ზევით ნაწილაკები და ბუღი იმენა არ ჩერდება რა. აი ეგ არის. დავიჭიოთ შამაია. ბაჩო ეს ეგრევე დააყენა. არე ბაჩო. და კაი ზომა შემოიყვანა. მეგობრებო, პირველი თევზი ჩემ დასაკვებზე. არა, ამას დიდები შემოყვათ ბაჩო საერთაშორის. აჰა. ეს მაგარი ზომა, ბიჭო. ეს დაუხრი რომ მალე წამოვიყვანო მეგობრებო ასე. იმედია ჩანს. ვაიმე რა ზომა, ბაჩო. ნახე. ხო ითხრა დიდები შემოყავს ამ დასაკვებს. მეგობრებო, ამ დასაკვებს შემოყავს დიდი ზომები. არაერთხელ ამტკიცებს უკვე. ამას ვენაცვალე. წავიდა, ცარიელი. აგე დაიჭირა ბაჩომ.
ამჟამად 2:1-ია. დაიჭირა ჩომ. დავიჭირეთ. ეს დავიჭირეთ, კაი ზომა ჩანს. აბა ვნახოთ. ეს კაი ზომა. კაი ზომა ის შამაია. ცოტა ჰიბრიდულზე მეგობრებო. კიდევ დავიჭირეთ. დადგა. გავას. ჰა? საღამოდი გამოვა. კიდე დავიჭირეთ. წვლილი დგას ახლა აქ რა, ვინც იჭეს და წვლის იჭეს. ნახოთ. დავიჭირეთ რაღაცა. კაი დავიჭირეთ. მოდი. ბიჭო რა არის? ხრამური დავიჭირეთ მეგობრებო ვარდნაზე. მეგობრებო ხრამური ვარდნაზე დავიჭირეთ. კაი ზომა. ხანა კილშიაზე გადავედი მეგობრებო. დავიჭირეთ. კაი ზომა. კაი ზომის არის. ნახე რა ზომაა. კიდე გონი დავიწყეთ ტემპში.
მიუხედავად ქარისა, ჩემო კარგებო, წერტილში გვიდგას მე და ბაჩოს. რა თქმა უნდა, თევზი. და ვიჭერთ რა. რომ მოვედი დამბა იყო, სავსე იყო დამბა და ეხლა არის ცარიელი, მეგობრებო, ცარიელია და არ ვიცი რატო. ქარის აი ეხაც მაგრარი დარტყმა მაქვს. ვაგრძელებთ. ჯერ კიდე დრო გვაქვს საღამომდე. ეხლა ქარი ვამოვალე ცოტა შეუმცირე, იმიტომ რომ არ მინდა რომ მომპაროს. და დამძიმებაც არ მინდა დასაკვების და მაგიტო შეუმცირე სანამ ქარია მაგარი. ქარი ეხლა ჩვენ პირიქით მაგარ რამეს შვრება ჟანგბადია, საკვებია და ამ დროს რა თქმა უნდა ესე უნდა ვიცოდაოთ. ეხლა მეორე ჯოხი ზოქონეს გაშლილი მეგობრებო, ეხლა სადაც მე წერტილი მაქვს 30 მეტრა დაუშვათ, ხო? მე შემიძლია დავყვება 40 მეტრა და ის აკვები აქ იქიდან რო არის ქარი, ჩემგან წამოიღოს და ჩემი 30 მეტრი ეს დისტანცია დამიკვებოს, მაგრამ ეხლა მეორე ჯოხი არა მაქვს სამწუხაროდ. უბრალოდ მაქვს, მაგრამ არ ვშლი. თორე ეგეთ შეიძლება რომ აი სიტყვაზე 20 მეტრში ხარ, 15 მეტრში ხარ, 30 მეტრში ხარ და ქარი იქიდან არის ქარი, შეგიძლიათ რომ სიტყვაზე თუ ხართ 30 მეტრში დაკვებოთ 40 მეტრა, რომ ის აკვები წამოიღოს თქვენსკენ. ეხლა ფანტავს აზრი არ აქვს და წერტილში ურტყავთ რა, იქ დგას თევზი. დაინტერესდა ჩვენ საკვები და დგას იქ თევზი და ნახოთ აბა რა იქნება. აი ზომა დავიჭირეთ მეგობრებო, აი ზომა. შენცა? შენ აი ზომა დაიჭირე და მეც აგე მყავს მეგობრებო, აბა მყავს რა ზომა, ნახე ბიჭო რა ზომა შემოვიდა. ნახეთ. 18 მოკლედ მაგარი დუელი გვაქვს მე და ბაჩოს. ჩვენ ვიჭერთ. მაგრამ სასტავი მიდის ბაჩო და არ ვიცი რატო. აუ რა ზომაა, ნახე ბიჭო. ბიჭო რა ზომა. მაგარი ზომა დაუჭირე. თეთრი ჰიბრიდული და ეხლა ტემპის გამაძლიერებელი გავაკეთე, ეხლა რატო ტემპი უყურეთ მეგობრებო, როგორ გავაკეთე, ჭია წამოვაცვი, რომ ჩადაკიდებული ეხლა ვიდეოში ნახავთ რომ თევზა ვხომე რა, მაგრამ 100 და 50 დაიჭით მაგით, რომ თუ შეხედავთ რომ აქცენტი თევზს აი ამ ჭიაზე აქვს, მაშინ ესე წამოვაცვით, რომ ჩაყლაპავს უკვე ნემსკავის შეწუმა რა. შენელდა თუ არა ეგრევე დაიწყო კაი შამაიების შემოსვლა. წვრილიც მოდის რა თქმა უნდა, მაგრამ წერტილში დგას თევზი რა. ორივე დასაკვები იდეალურად მუშაობს მეგობრებო, ორივე დასაკვები. კიდე აღარ ჩერდება რა კაი ზომებია და გავმაზეთ? არა, გავმაზეთ. ხახი ეხლა მოდის. წვრილი დავიჭრით. აი ესეთები 22-ზე კი ახსულ ვართ მე მგონი. აი ზომა ყოლად ვილაპარაკე. აი ზომა დავიჭირე. რა ზომა შენ გენაცვალე რა. ზედაპირზე ეგრევე ურტყავს რა. კაი ზომა მეგობრებო. კაი ზომა. ესე იმიტომ შვები რომ
როცა ჯოხი ქანაობს და რაღაცა თევზი რო დაფართხალებს, ფართხალებს რო არ გაიქცეს მეგობრებო ესე და ვატრიალებ ხოლმე. მაგარი ზომა დაუჭირე. მაგარი ზომა. აიმე, საერთოდ გამექცა ხელი და. დაიჭირა ბაჩომ. ეგამეც ამოიყვანე. მოიღოვლა. ცუდი ამინდია მეგობრებო, სიცივე წამოიღო მაგრად. ჩვენ არ ვნებდებით. კაი ზომა დავიჭირეთ, მეგობრებო. ბაჩო მაგარი ზომა. კუარი, ამხელა კუა ნახე. კუა მოვიდა კი. კუ იყო, დიდი კუ იყო. არა, წინით გამეთ. მაგარი ზომა. არა, ჩემთან გავგიტყოდე. კაი ზომა. მადლობა, გაიხარ. აი რა ხა შენელი და ქარი დადგა. აგე ბიჭო. უჭირეთ. ეხრამული დაიჭირა. ბაჩომაც წეგა მეგა მეკცა. და ეხლა ბაჩომ დაიჭირა. ერთი მე მყავს, ერთი ბაჩოს. ხრამულია. ხრამული დავიჭირეთ მეგობრებო, სავარაუდოდ კი მაგარი ხრამულია. როგორც ველოდებოდ საღამოს, როგორც ვიძახით მე და ბაჩო, ფსკერზე ხრამული შემოვიდოდა რა, უეჭველი ვიცოდით. და აგერ მეგობრებო, მაგარი ხრამული დავიჭირეთ. ნახე. მაგარი ხრამულია მეგობრებო, მაგარი ხრამული. ნახეთ მეგობრებო, მაგარი ხრამულია ჰიბრიდულ წითელზე. ხრამული შემოვიდა. ეხლა შამაიას გავანებებ თავს მეგობრებო. შამაიაზე შესრულებულია მისია. ავწვით შამაიას რა თქმა უნდა და გაჩვენებთ რომელმა დასაკმაყოფილება უფრო კარგად იმუშავა. ეხლა გადავართ უკვე ხრამულზე მე და ბაჩო და ცოტას გავერთობით მეგობრებო, იმიტომ რომ ძლივ დაწყნარდა ქარი, რასაც ქვია. ძლივ დაწყნარდა რა. ეხლა საკვებურას აუცილებლად გავუგზით გრამაჟს. 50 სანტიმეტრიანს დაუყენებ სადავეს. ცოტა სქელი მართულით გავუკეთებ ნემსკავს მეგობრებო. და ხრამულს დავერევით 1 საათნახევარი გვაქვს დრო, ხო? და საათნახევარი მე მგონი კაი ხრამულსაც ამოვაგდებთ მეგობრებო. ორჯერ გაქნევა იყო და გაქცევა მქონდა ხრამულს რა და იქიდან მივხვდით რომ კეპსკერზე შემოვიდა რა, შემოვიდა. დავიწუთ აბა ხრამულის ჭერა. ვაინაზე შამაია ისევ, ეხა გადავეწყობით, ეხა უკვე მოვზილავ ხრამულისთვის. მარწს. ჩვენი შამაიაც იმედია ჩანს. ბაჩობას დაიჭირა ხრამული. გაიზრო. ბაჩომ დაიჭირა ძალიან დიდი რაღაცა. გაიქცა? გაწყვიტა? ხედავდი ძალიან დიდი კარგი იყო. ფრიქციონი ჩაურთო მეგობრებო. მოკლედ მეგობრებო, ეხლა
მეგობრები, სუფრაზე ვართ და გვენახებინა ვიდეო თევზის რაოდენობა და ის რაოდენობა არ გვაქვს ახლა სამწუხაროდ ტექნიკური ხარვეზის გამო და ვიდეოში ნახავთ რა რამდენს ვიჭერდით, როგორ ვიჭერდით და ახლა მოგახსენებთ რა ანუ ჩემი დასაკვების და ქახუნის დასაკვების შორის ძალიან მცირედი ხო ბაჩო? კი, ძალიან მცირედი ხობა, თითქმის ორივე დასაკვებმა იმუშავა იდეალურად წერტილში დავაყენეთ თევზი ორივე დასაკვებით. და თითქმის ერთნაირად მივყვებოდით რა ჭერა გიორგის დარტყმები იმ მომენტში იყო ჩემი დარტყმების და მივყვებოდით. ხო, ანუ კარგად ვიდეოეთ, ანუ განსხვავება არ იყო რა, ანუ ხალხი რომ მიდიოდა სახში, ჩვენ ვიჭერდით რა. კი, რა თქმა უნდა, იქ მეთევზეებმაც აღნიშნეს, რამდენიმე ბიჭი იყო დარჩენილი და დღესო ნაკლებათო თითქმის ვერავინ იჭერდა, ყველა წავიდა, მარტო თქვენი ჭერდით რა. ჩვენ კიდე 2 საათი ჩავედით ჩვენ და რა თქმა უნდა, ეხლა დასაკვების შედეგი რა თქმა უნდა არის, მაგრამ დასაკვებთან ერთად კიდე ძალიან ბევრი რაღაც არის, რომელიც მაგათ გიორგის არხზე შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი და ისწავლოთ დეტალურად არის ახსნილი ყველაფერი. კი ბატონო, მეგობრებო, ესეთი ხარვეზი დაგვემართა, ბოდიშს მოგიხდით. ჩემი ბრალია მეგობრებო, დაპაუზებული ტელეფონი მივეცი მეგობარს და ამის გამო ვერ გადავიღეთ ეს ვიდეო რა. და გამოსწორდება აუცილებლად. დაჩეს ნახავთ ახლა მე და ბაჩო როგორ ვიჭერდით. ბაჩოსაც ხუნდა ჭერა, მეც ხუნდა ჭერა და ასე შემდეგ რა. გვინდოდა რომ გვეჩვენებინა თქვენთვის რაოდენობა, მაგრამ არ მოხდა სამწუხაროდ და შემდეგში გამოსწორდება. რა შემდეგში უკვე დაგვიგმენი გვაქვს მე და ბაჩოს ძალიან მაგარი ტური. ამასაც ნახავთ აუცილებლად თბილისში და აბა დროებით მეგობრებო და მოდონ შეხვედრამდე.